ერეკლე აგზავნის კათოლიკოს პატრიარქ ანტონს და თავის ვაჟ ლევანს პირდაპირ პეტერბურგში პანინთან ჯერ წერილს და ეკატერინესთან მოსალაპარაკებლა და რა არის რას თავაზობს. ეუბნება მე თანახმა ვარ. მე ოსმალეთს გადამამტერეთ და თანახმა ვარ რომ გავხდე რუსეთის მფარველობის ქვეშ შემოვიდე. და საგარეო პოლიტიკაში ვიღო ყველაფერში თქვენი მოკავშირე. ოღონდ სანაცვლოდ მჭირდება ორი რამ. ერთი ფინანსები, დამატებითი, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია. გარნიზონად აი პირდაპირ წინახაზე არც ითქოს გარნიზონად საწყის ეტაპზე მაინც დათვლილი მაქვს მე მჭირდება 4000 ჯარისკაცი. ოღონდ არა ვინმე ტოტლებენის მსგავსის მეტაურობით, არამედ აბსოლუტურად ჩემს დაქვემდებარებაში. რა თქმა უნდა, ხა ამ წერილებიდან და ამ კორესპონდენციით აგზავნის სერიოზულ საჩუქრებსაც და ასე შემდეგ, გნებავთ პანინისადმი და გნებავთ ეკატერინესადმი და კიდევ სიტყვიერი დირექტივები აქვთ ჩემს ვაჟს და ჩემს ძმას კათოლიკოს ანტონს და ისინიც გეტყვენ ქვეტექსტი მარტივი გასაგებია, რომ ფორმალურად თანახმა რუსეთის მფარველობაში იყოს, ოღონდ თუ ის ბოლომდე დაიბრუნებს დაოკლარჯეთს და მოკლედ საქართველოს დავით აღმაშენებლის თუ არა გიორგი ბრწყინვალის საქართველოს ფარგლებში მაინც აღადგენს. მან იცის ამისთვის რაც ჭირდება დამატებით რესურსად და აი ამას თხოვს რუსეთს. რა თქმა უნდა რუსეთი უარს ეუბნება. ამას არ აკეთებს, გაიყვანს იგივე სუხოტინსაც, იმიტომ რომ უკვე სიტუაცია შეიქმნა ისეთი, რომ რისი მიღწევაც უნდა ანუ უკრაინის ის ტერიტორიები, რომელიც მას ჭირდებოდა, ხელში ჩაიგდო, უკვე პირველი რაზმები ყირიმში შეიყვანა და მისთვის საქართველოს ყველანაირი ინტერესი იმ ეტაპზე დაკარგა. ამის შემდეგ იდება კუჩუკაინარჯის ზავი, რომლის თანახმად ქართლ-კახეთზე საერთოდ არა ლაპარაკი, იმიტომ რომ სრულად დამოუკიდებელი იყო. ამ ზავიდან ჩანს, რომ იმერეთიც ხდება ფაქტორად სრულად დამოუკიდებელი, იმიტომ რომ 4-20 ციხე იყო ზავში როგორც წერია და 4-ვე ციხეს ანგრევს სოლომონი როსადაო რაღან არის, მოჩა აღარ არის ეს ციხე და ვერანაირი პრეტენზია თურქეთს აქვს ვერ ექნება ოსმალეთს ვერ ექნება და საინტერესო რა არის აი ამ პერიოდში 1774 წლისთვის რომ ოსმალეთი კინაამ შიგნიდან დაინგრა. მას აუჯანყდა ეგვიპტის მმართველი ალი ბეი, ქართველი, რომლის ხელშიც იყო მთელი სირია, პალესტინა, მაგრამ ალი ბეი, რომელმაც ეგვიპტისა და სირიის სულთნის ტიტული მიიღო, დაემხვა არა ოსმალურიანი თურქული ჯარით, არამედ ის გადააყენეს ქართველებმა. პირველ რიგში იბრაჰიმ ბეკ სინჯიკაშვილის, მურად ბეგი და სხვა ქართველი ასე ვთქვათ, იანიჩარებისა თუ მამლუქების მონაწილეობი და რაც ალი ბეის ჰქონდა, ის ისევ ქართველების ხელში გადმოვიდა. ამიერიდან ეგვიპტის მმართველი ხდება იბრაჰიმ ბეი და მურად ბეგი. და ოსმალეთი ხედავს, რომ ესე იგი ეს იანიჩარება და მამლუქებად გაყიდული ქართველების სერიოზულ პრობლემას უქმნიან. ერაყი პრაქტიკულად ავტონომიურ სახელმწიფოდ გამოუცხადა სულეიმანმა, ქართველმა მამლუქმა და გამოყო. ამიტომ ოსმალეთის სულთანი მუსტაფა უკვე მომზადებული ემაზე, რომ მიუხედავად იმისა, მისი მთავარი და უსაყვარლესი გიურჯი გიუზელი არის ქართველი და ყველა ქართველი ყავს გარშემო, რომ ტყვის ყიდვა აიგრძელოს. აბდულჰამიდიც იგივე პოლიტიკას აგრძელებს. ამ დროს ახდება, ამ დროს ახალციხეს მართავს 1779 წლიდან სულეიმან ფაშა. სულეიმან ფაშას თვითმიზანია, რომ შეინარჩუნოს ტახტი ახალციხეში, ანუ რეალურად იყოს სამცხის ათაბაგი. ის პერიოდულად რუსეთსაც ეს წერილს, რომ ვიქნებით თქვენი გავლენის სფეროს, თქვენი ქვეშევრდობით, ერეკლესთანაც აქვს მიწერმოწერა, მას უნდა გამოყოფა ოსმალეთიდან, ოღონდ ერთი პირობით, რომ ის დარჩება სამცხის მთავრად. აი ეს არის მისთვის ამოსავალი წერტილი. აი ამ საკითხში ერეკლე და ის ვერ დახვდებიან. მაგრამ საინტერესოა ერეკლეს პოლიტიკა მას შემდეგ, რაც რუსეთისგან მიიღო უარი. ის პირდაპირ საკუთარი ძალებით გადადის უაქტიურეს მოქმედებაზე ოსმალების წინააღმდეგ. ოფიციალურად თითქოს უტევს ახალციხეს
ახალციხის ფაშა ეს სულეიმანი გულისხმობ ინიშნება დიდ სერასკირად არზრუმის სერასკირად ანუ მთელი ირან კავკასიის ფრონტის მთავარსარდლად მაგრამ ნახეთ რა არის საინტერესო ერეკლე აოხრებს ყარს არზრუმის მიდამოებს და ქართველები დასახლებულ ტერიტორიებს არ ეხება ახალციხის ფაშა თხოვს მილიონებს სულთანს აბდულჰამიდს რომ თუ არ მომეშველები დავეცემი აგზავნის ხაზინას წარმატება არის ნული ამის შემდეგ აბდულჰამიდი წერილს წერს ირანის მმართველ ქერიმ-ხანს კაცო ეს გურჯისტანი იყო თქვენი გავლენის სფერო იყო რამე მიშველევ იმიტომ რომ ხაზინა აღარა მაქვს დაეცა ოსმალეთი ქერიმ-ხანი წერილს წერს ერეკლეს ეს წერილი ომან ხერხეული ძესაც აქვს ბოტანილი რომ როგორ არ მიყვარდეო მეო ირანის არა ლეგიტიმურ არა შახს უბრალოდ მმართველს მეხვეწება ეს დიდი სუნიტების ხალიფა და ოსმალეთის სულთანი რომ მიშუამდგომლეო შენთანო ერეკლესთან ესეთი რა უქენი და არა მარტო თავის წერილს და საჩუქრებს აგზავნის ერეკლესთან აი დედანსაც როგორც დოკუმენტს ამ წერილსაც სულთნის წერილს უგზავნის ამის შემდეგ უკვე ოსმალეთის სულთანი ახალციხის ფაშის გვერდისავლით პირდაპირ გამოდის ერეკლესთან მოლაპარაკებაზე და ფორმდება ხელშეკრულება ოსმალეთის სულთნის კარსა და ერეკლეს შორის სადაც ახლა დიდი ვეზირები ისედაც ქართველები არიან და ოსმალეთი 1780-იანი წლების დასაწყისში მთელ დასავლეთ საქართველოს უთმობს ერეკლეს ამ დროს ზუსტად ერეკლეს კარზე ჩამოდის ინდოეთში მოღვაწე სომეხი რომელიც ოსტინდური კომპანიის წარმომადგენელია და ერეკლეს თავაზობს ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ტრაქტატის გაფორმებას რომლის თანახმადაც ბრიტანეთი კი სრულობს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სრულ პატრონაჟს აქ რაღაც გარკვეული თქვა ქვემოქართში წარმოებ ჭარხლის შაქრის წარმოებების გახსნას ექსპორტს და აქედან გამომდინარე დიდ ფინანსებსაც და ერეკლესა და ბრიტანეთის ოსტინდური კომპანია მოგეხსენება წარმოადგენდა ბრიტანეთს მაშინ მთელს აღმოსავლეთში ფორმდება ხელშეკრულება მაგრამ რა არის რუსეთის ელჩი კონსტანტინოპოლიდან აუწყებს პეტერბურგს პოწიომკის პირველ რიგში რომ ესე იგი ერეკლესა და ოსმალეთს შორის გაფორმდა ხელშეკრულება და მორჩა კავკასია დაგვეკეთა ეს შახრამიანი წერილს წერს ეკატერინესო აი ესეთი ტრაქტატი გაფორმდა და იღებს ეკატერინესგან ფულს რა თქმა უნდა ოღონდ აუწყებს რომ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის არის ალიანსი და მორჩა თქვენი საქმე ცუდათი ვერასოდეს კავკასიოს ვეღარ გადმოცილდებით და იწყება სპეცოპერაცია გეორგიევსკის ტრაქტატი რომელი ოპერაციის თვითმიზანიც არის რომ ერეკლეს კავშირი ბრიტანეთთან და ოსმალეთთან ჩაიშალოს და არა ის რომ თქვა მაინც და მაინც რუსეთს რაიმე იმედი აქვს რომ მაშინ ფეხს მოიკიდებს საქართველოში არა მისი მიზანია ერეკლეს დისკრედიტაცია და მავნებლად წარმოჩენა თქვა როგორც ბრიტანელების ასევე ოსმალების თვალში და აქ აქტიურებს ერეკლეს აქილევსის ქუსლს ეს აქილევსის ქუსლი რომელიც რუსეთის დიპლომატიამ გამოიყენა იყო ორი და ალბათ ორივეზე არის საფუძვლიანად სასაუბრო ყველაზე დიდი პრობლემა ერეკლეს ოჯახს რაც ჰქონდა შიდა ქართული იყო მისი ოჯახის ლეგიტიმურობა საქართველოს სამეფო ტახტზე მეორე ერეკლე 1762-დან იურიდიულად სრულიად საქართველოს მეფეა ესეა ნაკურთხი ისე როგორც მამამისი მაგრამ საქმე ის არის ის კახურ დინასტიას ეკუთვნის კახურ შტოს ბაგრატიონებს და თან თეიმურაზი იყო ძმებში უმცროსი ანუ თვით კახეთის შტოშიც კი არ იყო ეს უფროსი ხოლო ქართლში მასზე დიდი პრეტენზიები ჰქონდა ვახტანგ მეექვსის შთამომავლებს და მიუხედავად იმისა რომ ერეკლე დედით ვახტანგ მეექვსის შვილიშვილი იყო დედამის ძმა და ძმისშვილები დარჩა ბაქარიშვილი ალექსანდრე რომლებიც რუსეთში არიან გადახვეწილები და აქვთ პრეტენზია ქართლის ტახტზე და სწორედ მათ ამოქმედებს და გამოუშვებს კავკასიასა და წინა აზიაში ერეკლეს წინააღმდეგ სიტუაციის ასარევად პოწიომკინი და რუსული სპეცსამსახური ეს არის ერთი ასე ვთქვათ ერეკლეს აქილევსის ქუსლი და არსებობს მეორე აქილევსის ქუსლი რომელსაც ასევე წარმატებით დაუწყებს რუსეთის სპეცსამსახური გამოყენებას ეს არის დაგესტნის ლეკიანობის ფაქტორი ჩვენ თუ ჩავხედავთ საქართველოს ისტორიას მე-12, მე-13, მე-15, მე-16 საუკუნეებში
გდებოდ მე-17-ში. ძალიან იშვიათად შევხვდებით ისეთ ფენომენს, ან თითქმის ვერ შევხვდებით, როგორც იყო ლეკიანობა. და მოდი თქვათ სიმართლე, როდიდან იწყება და რატო იწყება ლეკიანობა. როდესაც პეტრე პირველმა გადაწყვიტა, რომ თითქოს ირანს მიხმარებოდა, მაგრამ სინამდვილეში გამოეხენებინა ავღანელებთან ირანელების მარცხი და 1720-იან წლებში ირანი დაეპყრო ქართველების გამოყენებით, მან ლაშქრობა დაიწყო დაღესტნის გავლით. ბევრი დაღესტნელი, ისე როგორც ქართველი, სხვადასხვა დროს ირანში დიდ თავმჯდომარებს აღწევდნენ, ვეზირები, ხანები იყვნენ და არანაირად არ ესიამოვნათ რუსების ჯარის შემოსვლა, იმიტომ რომ ახლა როგორ უნდა ჩახვიდა ირანში, ხო? დარუბანის გავლით თუ დაღესტნის მიწებს არ გაივლის ზღვის სანაპიროს. და ამას მოყვა პირველივე შეტაკებები და ბრძოლები და მოკლედ ვიტყვი. კი, რეშტი, დარუბანდი, ბაქო და ასტრაბადი პეტრე დაიკავა, მაგრამ ბრძოლები წააგო. და სხვათა შორის საინტერესოა, რომ ვახტანგ მე-6 ამ სიტუაციაში გამოჩნდა პეტრეს ხარდაჭერა და ირანის შაჰის მოღალატეთ ეს ცალკე თემა დაღესტნელების ვტრათ, იმიტომ რომ დაღესტანი რუსეთს ლეკები იცავენ თავის სამშობლოს და ებრძვიან და შენ ამ დროს რუსეთის პარტნიორი ხარ. და სხვა შორის ლეკებთან ერთად თეიმურაზ პირველის ნახევარ-ძმამ და სხვა შორის თეიმურაზ მონაწილეობითაც კახელებმა აოხრეს თბილისი. მაშინ ვახტანგი რო ჯერ კიდე განჯაში იყო და სანამ გაიქცეოდა მოკლედ რუსეთში. პირველი სერიოზული კონფლიქტი ხდება სწორედ იმის გამო, რომ ქართლის სამეფო ჯარი მხარს უჭერს რუსეთს, რომელიც დაღესტანს დაპყრობას უპირებს. ამის შემდეგ აქ შემოდის ვიცით ოსმალობა, პეტრე პირველმა გაგვცა, გაყიდა, ვახტანგ მე-6 ზურგს უკან გაურიგდა ოსმალეთს, თვითონ ოსმალეთისგან მიიღო აზერბაიჯანის ზღვისპინას სანაპირო, ხოლო სანაცვლოდ ოსმალეთს თავისივე ხელის მოწერით დაუთმო მთელი საქრისტიანო კავკასია. მათ შორის სრულიად სომხური მიწები და სრულიად ქართული მიწები. და აქ შემოვიდა ისაყ-ფაშა ჭაყელი და ოსმალები თბილისში და ახლა ოსმალეთს სურვილი აქვს მთელი კავკასიის დამორჩილების. და პირველად ოსმალეთი იწყებს დაღესტნისთვის ბრძოლას. და რა ხდება? ამ შემთხვევაში ქართველების სერიოზული ნაწილი ოსმალეთის მხარეს დგება დაღესტნის წინააღმდეგ საუბრად. გაგრძელება არის უკვე ლეკების დაპირისპირება ჩვენთან. ოსმალეთი 1735 წელს ოსმალების ბატონობა, ოსმალობა შეცვალა ირანში ხელახლა გაძლიერებულმა პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც მეთაურობდა შემდგომში ნადირ შაჰად წოდებული პიროვნება, ნადირ შაჰ ავშარი, რომელმაც დაიპყრო ინდოეთი, ბრძოლები ჰქონდა ოსმალეთთან, მაგრამ თვით მიზნად კავკასიური საკითხის და საერთოდ ოსმალების პრობლემის გადაჭრისა დაისახა დაღესტნის სრული დაპყრობა. და 1738-დან მოყოლებული 44 წლამდე ნადირ შაჰის ნომერ პირველი დამხმარეები გამოდიოდა ქართველთა ერთი ნაწილი. სხვათა შორის უნდა ითქვას იმ კაცის საკებრად, რომელიც იყო გივი ამილახვარი და გივი ამილახვარი უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა დაღესტნელებს შორისაც, გივი ამილახვარმა ეს არ გაიზიარა და პირიქით ეხმარებოდა დაღესტნელებს და არეულმა. მაგრამ იგივე თეიმურაზ მეორე, იგივე ერეკლე ამ შემთხვევაში ნადირ შაჰის მოკავშირეები იყვნენ და არა მარტო ისინი, ქართულ თავადაზნაურთა დიდი ნაწილი დაღესტნის წინააღმდეგ. და მოხდა ესეთი რაღაცა, ნურსალბეგის წინაპარმა და ომარ-ხანის წინაპარმა, ხუნძახის მმართველმა უსასტიკესა დაამარცხა ვიწრობებში მოიმწყდა ნადირ შაჰის ჯარი და საბოლოო ჯამში ნადირ შაჰს არათუ დაღესტნის დაპყრობაზე, ოსმალეთისკენ წინ წაწევაზე ააღებინეს ხელი, მოკლედ დაღესტნთან დამარცხდა ნადირ შაჰი. მაგრამ რა გამოჩნდა, რომ ეს 20 წელზე მეტია, ვინც დაღესტანს ებრძვის, მაინც და მაინც მათ ხარესავართ ქართველები, ხო? ხო და როცა დავჭით ერთი ერთზე, აქ გარკვეულ წილად წავიდა ბრძოლები. თუმცა ერთი რამ არის ძალიან საინტერესო და რაც თვალში ხვდება და ლეკების შემოსევისას ძირითადად ეს ლეკები აოხრებენ ქართლის არაქართველები დასახლებულ პროვინციებს. ძალიან დიდი იშვიათობაა განსაკუთრებით უკვე 1757 წლის მერე მათ მიერ ისე გადმოივლიან კახეთის სოფელს გაზარკიდებენ მით უმეტეს თუ არის ხუნძახი და რა ქვია ნებისმიერი დაღესტანი
უფრო არის ქართლის არაქართველები დასახლებულ სოფლების მორბევა. ეხლა ესენი დაარბევენ, მე ერეკლეს ჯარი მისდევს და უკან აყრევინებს ნადავს. აი დაახლოებით ესეთი სპარინგ ბრძოლებთან გვაქვს საქმე და ესეთ შეტაკებებს ხვდებით. ეს თემა კიდევ შესასწავლია. საინტერესოა ერთი რაღაცა, რომ ერეკლეს ჯარში, როგორც თქვით, ყოველთვის იყო ჩერქეზები, ინგუშები, ჩეჩნები, ოსები და ბალყარელები, მაგრამ ძალიან ხშირად არიან დაქირავებული ხელფასიანი ლეკი მებრძოლები, დაღესტნელი მებრძოლები. სხვა თემა ის, რომ ერეკლეს თვითმიზანია ისტორიული საინგილოს დაბრუნება და სწორედ წახურელ ჭარელ ლეკებს, ანუ გამოსულმანებულ, გალეკებულ ქართველებთან აქვს ყველაზე მძიმე ბრძოლები და პრობლემები, რომელიც მას ექმნება, ეს არის აჯიჩალავთან, თორემ დაღესტანში ვინც ყველაზე აი ის ძალა, რომელმაც ნადირ-შაჰი დაამარცხა, ერეკლემ პირწმინდა დაამარცხა ნურსალბეგი 1750-იან წლებში, ეს ცნობილია 12-15 წლის ჭადიჯურისა და ყვარლის ბრძოლები. რაც ფანტასტიკურ გამარჯვებებს მიაღწია და ხუნძახს აღიარებინა, რომ თან ეს არწამოსულა პატარა ძალით ერთგვარი სრულიად დაღესტნური კოალიცია გააკეთა, ორივე შემთხვევაში 20,000-ზე დიდი ჯარი ყავდათ. მაგრამ პირწმინდა წააგეს, სერიოზული ოპერაცია ჩაუტარა ერეკლემ. და ეს ალბათ ერეკლეს ბრძოლები და ომები ცალკე გადაცემის თემა ჩვენ ერეკლეზე კი ჩავწერეთ ბევრი, მაგრამ შეიძლება უბრალოდ აი სამხედრო ხელოვნება ქართველების კიდე ცალკე მოვყვეთ და გავარჩიოთ. აქ მინუსი არ არსებობს.